ჩვენი გადაცემის უკვე დასკვნითი თემა იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმები და ჩვენ სტუმრად გვყავს გიგა ბაინდურაშვილი რეჟისორი და ასევე რეჟისორი ლევან ციხაровიძე. გთხოვთ მეგობრებო სტუდიაში. სალამი, მადლობა. გამარჯობა. გაბრძანდით. თუმცა სანამ ჩვენ ვისაუბრებდეთ თქვენს ახლა მიმდინარე პროექტზე, რომელსაც ქვია გაბანა, შეგვიძლია ვიხილოთ ვიდეო, რომელსაც ქვია მოკლემეტრაჟიანი ფილმები. $1910-იანი წლებიდან განსაკუთრებულად პოპულარული გახდა მოკლემეტრაჟიანი კომედიური ჟანრის ფილმები. მოკლემეტრაჟიანი ფილმებით დაიწყო ისეთი არტისტების კარიერა, როგორებიც არიან სტენ ლორენი და ოლივერ ჰარდი. კომედიანტები კინოინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დუეტს წარმოადგენენ. ჩარლი ჩაპლინმა და ბასტერ კიტონმა. მოკლემეტრაჟიანი ფილმები, განსაკუთრებული ისტორიები, მკაფიოდ გამოხატული იდეები, მოკლე დროში მოთხრობილი ამბები, ალბათ ყველა კინომოყვარულს განსაკუთრებულად უყვარს. კინემატოგრაფიის განვითარებასთან ერთად ცხადია აღნიშნული ჟანრიც ვითარდება. მსოფლიოს მასშტაბით არსებობს ასობით მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალები და კონკურსები. ჩვენ რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ. Encounters ეს არის ბრიტანული მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და ანიმაციის ფესტივალი, რომელიც 1995 წელს დაარსდა და ყოველ სექტემბერს ბრისტოლში იმართება. ფესტივალზე თავს რეჟისორები მთელი მსოფლიოდან იყრიან. გამოცემები გარდიანი, ტაიმი და ტელეგრაფი Encounters ისეთ კინემატოგრაფიულ პრემიებს ადარებენ, როგორიც BAFTA, ევროპის კინემატოგრაფიული ჯილდო და ოსკარია. ფესტივალი 6 დღე გრძელდება, სადაც საშუალოდ 2000 ფილმს უჩვენებენ. წელს კონკორდოს საერთაშორისო კინოფესტივალი პირველად გაიმართა და კინოსფეროს პროფესიონალების ყურადღება დაიმსახურა. ის ყოველ წელს აგვისტოს თვეში იმართება. ფესტივალის ორგანიზატორები ყოველწლიურად დამწყებ ნიჭიერ რეჟისორებს ეძებენ, ასე რომ ნებისმიერს შეუძლია გააგზავნოს განაცხადი და თუ კი კონკურსის ჟიურის მოწონებას დაიმსახურებენ, ფესტივალის საპატიო სტუმრები გახდებიან. ყველაზე მოკლემეტრაჟიანი საერთაშორისო ფილმების ფესტივალი კი პარიზში იმართება, რომელიც 1999 წლიდან მასპინძლობს მაყურებელს. აქ წარმოდგენილი ფილმები 3 წუთს არ აღემატება. ყველაზე მოკლე ფილმების ფესტივალი ყოველწლიურად 19 ქვეყანას მასპინძლობს. ჩვენ ვნახეთ სიუჟეტი, რომელიც მარი მოამზადა მოკლემეტრაჟიანი ფილმების შესახებ და დღეს კიდევ ერთ მოკლემეტრაჟიან ფილმზე ვისაუბრებთ, რომელსაც ქვია გაბანა და რეჟისორები გიგა ბაინდურაშვილი და ლევან ციხარულიძე არიან ჩვენი სტუმრები. უпроцент რეჟისორი არის თვითონ გიგა, ფილმის და რეჟისორის ასისტენტი გახავთ გიორგი ციხარულიძე. მოდი პირდაპირ დავიწყოთ ლოგიკური კითხვით. გაბანა ქვია ფილმს, რა ისტორიას მოგვითხრობს და ვინ არის მისი მთავარი გმირი? ფილმი მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც ცხოვრობს ზღვისპირა ქალაქში, პატარა ქალაქში, ასე ვთქვათ, ქობულეთში ესე ვთქვათ. მის ცხოვრება არის ძალიან რუტინული, მდორე, ყავს ჩინელი მდგმურები, თვითონ მეტალოდეტექტორით ზღვისპირას რაღაც დაკარგულ ნივთებს აგროვებს და ძალიან ყოფით პრობლემებში არის. თითქოს ნაჭუჭში ცხოვრობს. და ერთხელ ამ მთავარ გმირს ჩამოდის ძმა საზღვარგარეთიდან, რომელიც 14 წელი არ უნახავს. და მთელი ფილმი არის ამ ძმების ისტორია. ეს ძმა არის ძალიან თავქარიანი, არარეალიზებადი ადამიანი და ურევს ამ ძმას მთელ ამ აწყობილ უკეთესობისკენ თუ ისეთ არის ამ დროს ხელი ეშლება ამ გმირს
თავის მის ამ თვითონ ხასიათით, მაგრამ რეალურად ამ ნაჭურს უნგრევს და ამ რუტინას უნგრევს. უბრალოდ ამათ შორის ხდება ეს კონფლიქტი და მთელი ფილმი არის ამ ძმების რაღაცა ისტორია და მთავარი მიზანი და მთავარი სათქმელიც არ შეიძლება დავარქვათ. არის რაღაცა ეს თავისუფლების თემა, იმიტომ რომ რეალურად ადამიანები დღეს ჩვენ ქვეყანაში ცხოვრობენ, რომლებიც ამ ყოფითი პრობლემების გამო დაკარგეს თავისუფლების შეგრძნება, დაკარგეს რაღაცა ეს სილაღე, ეს რაღაცა მოთხოვნილება თავისუფლების. ხო, მოთხოვნილება თავისუფლების აღარ აქვს და რეალურად აი ესეთ გმირებზე არის ფილმი. აქტუალური თემაა საკმაოდ. ასევე სოციალური თემატიკაც ჩვენ არ მხოლოდ ამ აღნიშნულ ფილმში გაბანაში მე მინახავს შენი კიდევ ერთი ნამუშევარი, სადაც ასევე სოციალურ თემატიკას ვეხები და რეალურად ყველა იმ თემატიკას ვეხები, რაც ჩემთან ახლოს არის, იმიტომ რომ რეალურად ამ სოციალურ სივრცეში ვცხოვრობ და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, ეს გმირები ჩემთვის უფრო ახლოს არის. და აი ამ შეგრძნებების და ამ ემოციის გამო მე ჩდება რაღაც იდეა, რომ უკნელა ვიწყება ამის ფიქრი. გიორგი, ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ მსახიობებზე, რომლებიც იღებენ გაბანაში მონაწილეობას. რამდენიმე კვირის წინ ამ სტუდიაში ყავდა ლაგოდეხის სახალხო თეატრის მსახიობი, რომელმაც ისაუბრა სწორედ იმ პრობლემებზე, რომ როდესაც აღნიშნულ სფეროში რაღაცა კეთდება, სამწუხაროდ არ ვახსენდებით ჩვენ. როდესაც არჩევდით სამსახიობო ჯგუფს, სწორედ ამის გამო მიიღეთ გადაწყვეტილება, თუ როგორ იყო. ჯერ მინდა რომ ისაუბროთ ვინ არიან ფილმის მთავარი გმირების მსახიობები. ხო, ანუ თავიდანვე ეს სცენარი როცა შეიქმნა გიგამ რო დაწერა. საერთოდ ჩვენ ზოგადად პოლიტიკა გვაქვს ეგეთი არჩეული, რომ რაც შეიძლება მეტი, ანუ ფილმ ესაილომს, რაც შეიძლება მეტი ახალი სისხლი და ახალი სახე შემოვიყვანოთ, არა მხოლოდ ეკრანზე, არამედ ეკრანს მიღმა ვინც მუშაობს, ჯგუფსაც გულისხმობ. შესაბამისად ეს ლოკაცია ანუ არის ქობულეთზე არის, ანუ ქობულეთში გადავიღეთ, არ არის დაკონკრეტებული ფილმში ეს ქობულეთია თუ რა კონკრეტული ადგილია, მაგრამ უფრო რაღაც ორგანულად ჩაჯდებოდნენ იქაური გმირები და დავიწყეთ მოძიება ესეთი კასტინგი ჩავატარეთ დასავლეთში, ვიყავით ოზურგეთის თეატრში, ვიყავით ანუ ფოთის თეატრში, ვიყავით ბათუმში და ძალიან საინტერესო, ძალიან ნიჭიერი ადამიანები გავიცანით, რომელმაც რეალურად შექმნეს ეს ფილმი და უფრო რაღაცა ისე ჩაჯდა, მე თბილისიდან რომ წაგვეყვანა ახლა ეს ხალხი რაღაც მსახიობი რა ძირითადად ის თამაშობს, უფრო არ იქნებოდა ეს ფილმი. ნაკლებად ბუნებრივი იქნებოდა. მთავარ როლზეც ჯანო იზორი არის ამ ფოთის თეატრის მსახიობი, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა თვითონ ამ პროცესში, გმირის შექმნის პროცესში, იმიტომ რეალურად ის ხასიათი ზღვისპირა ქალაქის იმდანად გათავისებული ქონდა, რომ ბევრ რაღაცაში კარგი დეტალი შემოიტანა. მეორე ძმის როლში როლს ასრულებს დავით როინიშვილი, ქუთაისის თეატრის მსახიობი. ეს ვინც ამრევი თავქარიანი, ხო და ეს ქუთაისური ეს რაღაც ცოცხალი და ენერგიული ხასიათი ძალიან დაეხმარა ამ გმირს ხო პერსონაჟს და რეალურად ორივე ჯანომას და დათომას ისე რაღაც ზმურად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ კაცს მიღმას და საერთოდ გადაღების მიღმას რაღაც ერთიანობა შეიქმნა, რაც ძალიან პირიქით უფრო ორგანული და ესეთი აღმოჩნდა. და დანარჩენ მსახიობებსაც მინდა ყველას მადლობა უთხრა, იმიტომ რომ მე ბევრი ადამიანი აღმოაჩინე სხვადასხვა თეატრებიდან, ოზურგეთიდან, ბათუმიდან, ფოთიდან, ვინც რეალურად არ ჩანს და სულ მექნება რომ ეს ძალიან დიდი სიხარული ქონდა თვითონ და აინდო რომ ჩავიდრე რო გაიგეს რომ შანსი მიეცათ რომ ფილმში გადაიღო ანუ არა აქვს ამის შანსი ხშირად ხო სწორედ ამიტომ დავსვეს კითხვა რომ ეს შანსი ნაკლებად ეძლევათ მან გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ეს გაბანა გახლავთ ეროვნული კინოცენტრის გამარჯვებული პროექტი და საინტერესოა როგორ ხდება მოკლემეტრაჟიანი ფილმის შემთხვევაში სპონსორის მოძიება, როდესაც საქართველოში სამწუხაროდ ჭირს მაშინაც კი, როდესაც სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობ, რაც არ უნდა კარგი იყოს, ძალიან უჭირს როგორც პროდიუსერებს, ასევე რეჟისორებს სპონსორის მოძიება. მოკლემეტრაჟიანი ფილმის შემთხვევაში როგორ ხდება? უნდა აღინიშნოს, რომ გაბანას პროდიუსერი არის ვაკო კირკიტაძე.
საერთოდ მოკლემეტრაჟიანზე, სრულმეტრაჟიანზე ძალიან რთული არის, ანუ რომელიმე ბიზნეს სფერო დააინტერესოს თქოს და თქვა რომ აი მოდით რომ ფული ჩადეთ რაღაც კონკრეტულ პროექტში, მით უმეტეს მოკლემეტრაჟიანზე. მაგრამ არიან სტუდიები, ანუ ადამიანები, ყოველ შემთხვევაში ჩვენი სტუდიის მეგობარი გამოვყოფდი 20 Steps Production-ში ვოვა კაჭარავა, რომელმაც ძალიან დაგვეხმარა წამახალი რაღაცა ისე გვეხმარებას, თქო, ან ტექნიკით ან რაღაცით. მაგრამ ისე ზოგადად მოკლემეტრაჟიანში ფულის ჩადება არავის არ უნდა, იმიტომ რომ ეს არტრიალებს კინოთეატრში, არტრიალებს ცალკეულად ტელევიზიაში, ერთადერთი მისი პერსპექტივა არის კინოფესტივალებზე მოგზაურობა, სადაც არა აქვთ ინტერესი ახლა ევროპაში ნახონ, რომელიმე ქართული პროდუქცია და product placement-ი ყოველ შემთხვევაში მან არ ამართლებს. თან მით უმეტეს მოკლემეტრაჟიან ფილმებს საერთოდ ზოგადად უყურებენ ევროპაშიც და ყველა ფესტივალზე, როგორც რეჟისორის სტარტაპს, ანუ რამდენად შეუძლია შემდეგ ეს რამდენად მოერევა უფრო მსხვილ პროექტს, რამდენად მოერევა, რომ გადაიღოს სრული ფილმი რა და ამიტომ შესაბამისად ძალიან რთული არის. ეს ეგ საკითხი ჩვენთან არ არის განვითარებული. ამ შემთხვევაში ყველა გზა მაინც კინოცენტრთან. ყველა გზა მიდის კინოცენტრთან. და როდის შეიძლება თქვა ქართულ მაყურებელს კი რთულია გასაგებია, მაგრამ ქართულმა მაყურებელმა ნახოს ეს ფილმი დაახლოებით როდის ვარაუდობთ რა ფორმატში ფესტივალის ფარგლებში იქნება თუ სა. Ну, ფილმის პრემიერა შედგება დაახლოებით ალბათ თებერვალს 2017 წელს. ახლა მიმდინარეობს ეს პოსტპროდუქცია. და მე უკვე ამ პრემიერის შემდეგ საფესტივალო ცხოვრებას ხო თუ გაქვთ გეგმაში. ანუ ძირითადად გეზი მაინც ევროპის კონტინენტის გეგმა, იმიტომ რომ ჩვენ ანუ რაღაც კონტაქტები გაგვაჩნია რამოდენიმე ფესტივალზე, რომელთანაც მიმდინარეობს უკვე მოლაპარაკებები 2017 წელს. მივიღებთ მონაწილეობას და დანარჩენ ეს კონკრეტულად ვერ ვიტყვი. ყველაზე კარგია, როცა აი A-კლასზე თუ გამოგივიდა, ეს ძალიან კარგია. არ ვიცი, ჯერ ფილმი უნდა ავტოროთ. გეგმები გვაქვს ყოველ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებას. ჩვენ ვსაუბრობდით მოკლემეტრაჟიან ფილმზე გაბანა, რომლის რეჟისორის გახლავთ გიგა ბაინდურაშვილი და ასევე რეჟისორის ასისტენტი გიორგი სიხარულიძე გახლავთ ჩვენი ლევან სიხარულიძე ბოდიში. აი ესე შემეშალა უკაცრავ. წარმატებები ძმებსაც რა თქმა უნდა ფილმის დავით. და გადავიდეთ უკვე მუსიკალურ ნაწილზე. კი, დღეს წარმოგიდგენთ ცოცხალის ფარგლებში პროექტს Checkered და სიმღერას ქვია Broken Bottles. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ხვალამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. ნახვამდის.